ახალი პრემიერი პარლამენტში არ დაუმტკიცებია, თუმცა დიდი ალბათობით ეს ასე მოხდება. სამაგიეროდ საზოგადოებამ უკვე ზუსტად იცის, ვინ არის ახალი პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. სწორედ არჩეული პრეზიდენტის პიარის ჯგუფის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილია დღეს ჩემი სტუმარი. ბატონო შალვა, მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სანამ დავიწყებთ, მე მინდა თქვენ კითხვა დაგისვათ. მოდით, მე დავიწყებ კითხვით და შემდგომ მე დაგისვათ თქვენ კითხვას. მოდი, აქ ვისარგებლებ მე უფლებით, რომ არ წამყვანი და მე დაგისვათ პირველ შეკითხვას. მე უბრალოდ დისპოზიცია მინდა გავარკვიო. თქვენ რამდენად ვიცი, არ განეკუთვნებათ თქვენი გამოცემა და თქვენ არ განეკუთვნებით ადამიანთა რიცხვს, რომელიც ამბობს, თუნდაც, რომელიც ამბობს, რომ გადაცემის საავტორო გადაცემის წამყვანს არ უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია. მე მიმაჩნია, რომ საავტორო გადაცემების წამყვანს უნდა ჰქონდეს თავისი სამოქალაქო პოზიცია და თქვენ ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი ბრძანდებით? პარტიის თუ იდეების, რომელიც ვარდების რევოლუციის იდეებად შეიძლება მოვიხსენიოთ. მიხეილ სააკაშვილი და მოდით, მე თავისუფლებას მიცემ თქვენ შეკითხვას არ უპასუხოთ, თქვენ თავად თქვით პროკურორთან ხომ არ ხაროთ, ახლა ნუ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ შემდეგ დისპოზიციას უფრო გავარკვევთ. ცოტა სოციალური ქსელებიდან გავიგე, რომ დაოჯახდით და პირველ რიგში გილოცავთ ამას. თქვენ როგორ თვლით, თქვენი ცოლის ნათესავი, თქვენი ნათესავია? რომ გავაგრძელოთ ამ სიუჟეტის თემა. ეს კონტექსტიდან ამოვარდნულად განიხილება, რა თქმა უნდა, თქვენ ირაკლის გამონათქვამზე საუბრობთ, ხო? ეს იყო ხუმრობით ნათქვამი. თქვენ გეკითხავით ბატონო. მე ვფიქრობ, რომ ბუნებრივია თანამდებობებზე სახელმწიფოში უნდა დაინიშნონ პირველ რიგში კომპეტენციის მიხედვით და თუ ეს კომპეტენტური ადამიანი ამავე დროს აღმოჩნდება, თქვენ არ მასწრით საუბარს. თუ კომპეტენტური ადამიანი ამავე დროს აღმოჩნდება რაღაც გარკვეულ ნათესაობაში შენთან, შენ არ უნდა დაიხიო უკან და უნდა დანიშნო. ანუ თქვენ თვითონ სოლის ნათესავია. არა, მე გიპასუხეთ შეკითხვაზე. გარკვეულ ნათესაობაში, ასე თქვით. თქვენ დამისვით შეკითხვა ირაკლის პასუხიდან გამომდინარე, მე უფრო ფუნდამენტურად დაგეცით პასუხი. კი ბატონო, როგორც ხვდები, თქვენ ასეთ თვლით, თუმცა კარგით დავანებოთ ამას თავი, რახან თქვენ გიორგი მარგველაშვილის პიარის ხელმძღვანელი ხართ, კითხავთ სწორედ მასზე, მის იმიჯზე. იგივე ბოლო გამოსვლაში, როდესაც პრემიერმა, ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერმა ივანიშვილმა წარადგინა უკვე მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი მარგველაშვილი თვალშესაცემი იყო, რომ ცოტა გვერდზე იდგა, ხომ არსებობს რაღაც პროტოკოლი, ხომ არ თვლით, რომ ეს მის იმიჯზე აისახება, რამე მნიშვნელოვანია. მე მგონია, რომ მოვედი სერიოზულ დაწესებულებაში თქვენ ორჯერ გაუშვით ეთერში სრულად გადაუმოწმებელი ფარული ჩანაწერები, რომლის აუთენტურობა არანაირად არ არის დამტკიცებული. ახლა ბატონო შალვა მესმის რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა, თუმცა ნუ კითხვა დავსვე კონკრეტული, ამიტომ ველი კონკრეტულ პასუხებს. ბუნებრივია გასცდით უბრალოდ კითხვაზე პასუხს ველი. თუ თქვენ არ დამასწრებთ პასუხს, მაშინ მე ვერ გაგცემთ ამ პასუხს. კი ბატონო, უბრალოდ შესაბამისად, თქვენი ეს კითხვაც ჩემი აზრით არაპროფესიულია, იმიტომ რომ თქვენ საუბრობთ იმაზე, თუ რა მიმიური მიმოხრა ქონდა, სად იდგა, სად გაიხედა. რომ პრეზიდენტი როდესაც გვერდზე დგას, ამას პროტოკოლი ხომ განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტი უნდა ჩანდეს ცენტრში, ასე შემდეგ. ახალ არჩეული პრეზიდენტია. მაშინ თქვენ გაიცეთ თქვენივე კითხვის პასუხი და მე დამეცადე. არა, თქვენს პასუხს ველი უბრალოდ სხვა რამეზე საუბრობთ და ამიტომ არა, ნინო, საერთოდ მოგცემთ უფასო რჩევას, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტაჟი მაქვს წაყვანის. აცადეთ ადამიანს. დიდი მადლობა რჩევისთვის, თუმცა არ მინდა პასუხის რისი პასუხი სურს და თავად ის პასუხიც მაყურებლისთვის არის უკვე არ პასუხი ან თემიდან წასვლა არის უკვე პასუხი. ამიტომ მადლობა. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ძღლის. თუ არ ჩაკირკიტებით, თუ არა ხართ დაკავებული და ამიტომ მე ვერც კი შევამჩნიე, როგორ იდგა, სად იყურებოდა, რატო იყო ეს პროტოკოლის დარღვევა. ეს არის ერთიანი გუნდი, ეს არის გუნდის გადაწყვეტილება, რომ ირაკლი გახდეს, ღარიბაშვილი გახდეს პრემიერ-მინისტრი. ეს იქნება საუკეთესო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან ბევრი არაზუსტი და ტენდენციური რამ გააკეთეთ ამ სიუჟეტში, რაც გასაგებია თქვენი ტელევიზია, თქვენ ბრძანდებით ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი და ღმერთმა გაგიმარჯვოთ. ესეთი სიუჟეტები ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეს იყო გუნდის არჩევანი და თქვენ თუ ყურადღებას ამახვილებთ, რამდენი ნაბიჯის მოშორებით იდგა გიორგი და მე პრემიერის სიტყვაზე სად გაიხედა, ეს მე მგონი არასერიოზულია. თუმცა პრეზიდენტის პიარის უფროსის ალბათ ეს საინტერესოა და მე არ მიმაჩნია, რომ ეს იყო პიარის კუთხით რაიმე პრობლემა. სწორედ ამას გეკითხებოდით. მოდით კიდევ ერთ თემაზე გადავიდეთ, რომელიც ამავე შეხვედრაზე წამოიჭრა. ეს იყო პირველი ლედის საკითხი. ჩვენ ვიცით პირდაპირ ვიტყვი
ბინძური კამპანია აგორდა გარკვეულ ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერების მიერ აგორდა ეს კამპანია. შესაძლოა იყოს ეს რაღაც ხარდაჭერათა ჯგუფი, თუმცა აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები თავად იცავდნენ. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის გარკვეული ნაციონალურ მოძრაობაში ყველა სულელი არის. კარგი, მოდით კითხვას დავსვამ და შემდგომ მიპასუხეთ. მეტად სულელი არის ნაკლებად სულელი ხალხი. მეტად სულელი ხალხის მიერ იყო აგორებული ეს კამპანია, ხოლო ნაკლებად სულელმა ხალხმა დაგმო. კარგი, სულ ცოტა იმაზე თანხმდებით, რომ ეს კამპანია იყო ბინძური. თქვენ გეთანხმებით მაგაში. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ხუმრობდნენ კიდემ ამაზე, რომ ფაქტურად პირველი ლედი დაგვინიშნა გულისხმობ ბატონი ღარიბაშვილის მეუღლეს. მან ხაზი გაუსვა მის ოჯახსადმი ერთგულებას, ტრადიციულ ფასეულებებს და ასე შემდეგ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილიც იზიარებს სწორედ ამ ადამიანების ფასეულებებს, ვისაც ჩვენ ვსაუბრობდით? ვიზებს საუბრობ. აი ვინც ააგორა ბინძური კამპანია მარგველაშვილის პარტნიორის წინააღმდეგ. საკმაოდ დიდარი ფანტაზია გაქვთ. ან თქვენ თვით რომ არანაირ კავშირში ეს არის. საკმაოდ დიდარი ფანტაზია გაქვთ. ეს როგორ დააკავშირებთ ერთმანეთთან არ ვიცი. მე ვხვდები როგორ აკავშირებთ. რა თქმა უნდა არ არის არანაირი კავშირი. ბიზინამ ივანიშვილმა თქვა ის რაც თქვა და იმ სიბინძურის გამავრცელებლებთან რომლებიც სტილობენ რამენაირად დისკრედიტაცია მოახდინონ გიორგის რა კავშირი უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის გასაოცარია. ფასეულებებზე საუბრობდით, კარგით. გადავიდეთ უშუალოდ პრეზიდენტის თემაზე არჩევნებზე. გურული ძანდებით? არა. სწრაფად მიყავთ. დიახ, სწრაფად პასუხობთ. მე გურული ვარ და იმიტომ. აჰა, გასაგები, ყველაფერი გავარკვევთ. კარგით, მარგველაშვილის ბატონი გიორგი მარგველაშვილის არჩევნებში წარმატების მიზეზებზე მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით რა არის მთავარი, რითაც მას წარმატებას მიაღწია? როცა დავიწყეთ კამპანია, ვიცოდით ძალიან კარგად რომ ამ მთავრობა იმუშავა ისე რომ ხალხს მოსწონდა. მოსწონს ამ მთავრობის გაკეთებული საქმეები, მოსწონს ის სოციალური პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებდა, მოსწონს ის გარდაქმნები და რეფორმები, რომელსაც ის ახორციელებდა, არ მოსწონს ის რომ კოჰაბიტაციის შედეგად პრეზიდენტი ყველანაირად ხელს უშლიდა ამ თუმცა ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ გარკვეულწილად რაღაც პრობლემებს ქმნიდა, მოკლედ ხელს უშლიდა აი ამ პოლიტიკას. ჩვენ თქვით, რომ გაგრძელდება წინსვლა, როცა კოჰაბიტაცია დამთავრდება. ჩვენ ყავდა ისეთი ძლიერი მხარდამჭერი, ისეთი ძლიერი და პოპულარული და გავლენიანი ადამიანი გვერდში გვედგა, როგორც იყო ბიძინა ივანიშვილი, მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ყავდა ძალიან კარგი მინისტრები, რომლებიც დაყვებოდნენ PR კამპანიის დროს მთელ საქართველოში. იყო კარგად შეკრული გუნდი, იყო შტაბი. ჩვენ ჩავატარეთ ევროპული ყაიდის კამპანია. ჩვენ არ მოვიქეცით ისე როგორც ნაციონალური მოძრაობა იქცეოდა, როდესაც ყიდულობდა უამრავ ბანერს, ქუჩის ბანერს და სხვას არ უტოვებდა გასაკრავს. უზომო რაოდენობით უშვებდა რეკლამას, როდესაც წინასაარჩევნოდ ქირაობდა ან ვოლონტირებას ახდენდა ზონდერების, რომლებიც ქვას ისროდნენ და საშინელებებს ჩადიოდნენ. ეს კამპანია იყო მშვიდი, ევროპული ყაიდის აღნიშნა თითქმის ყველა მე მგონი ყველა დამკვირვებელმა. თუმცა იყო გარკვეული შემთხვევებიც იგი ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი, შაშლის მცდელობები და ასე შემდეგ. ეს იყო იმდენად უმნიშვნელო და იმდენად პრაგმატული და პრაიმერისთან დაკავშირებით ის ადამიანი, ვინც გაარღვია წესრიგის გაირიცხა პარტიიდან. პრაგმატული თქვით? არა, წესიერი კაცო, პრაგმატული რეშვეში. მშვიდი იყო. შესაბამისად. ანუ პრაგმატული იყო ჩაშლა ამას? არა. ანუ არასწორად გასაგები. ის პარტიიდან გაირიცხა თქო მაგას ვამბობ. ეს ადამიანი, ვინც რაღაც გარკვეულწილად ცდილობდა ზუგდიდზეა ლაპარაკი, ხო? ზუგდიდი, ბათუმი, თბილისშიც იყო. ნუ ზუგდიდში იყო უფრო ისეთი ინციდენტი. თბილისშიც საკმაოდ. თბილისში კარგად იცავდა პოლიცია, ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ნორმალურად იცავდნენ მაშინ. ხალხს ვერა უგზალავს, კონდეთ გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება 9 წლიანი რეჟიმის შედეგად იმ ადამიანების მიმართ, თუმცა ძალადობა უნდა აუგზავნოს. რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა აგზავნოს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება დაცულია ამ ქვეყანაში და შესაბამისად 17 მაისს თუ იყო გამოხატვის თავისუფლება დაცული, რა ხან აქ 17 მაისი იყო ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი, 17 მაისი. მე ძალიან წუხვა რომ რამოდენიმე სამღვდელო პირმა იქ მიიღო მონაწილეობა. ჩემი აზრით პოლიციამ იქ სათანადოდ დაიცვა ის ადამიანები, რომლებიცაც სურდათ თავისი პოზიციის გამოხატვა. მე თუ გახსოვთ თქვენ 17 მაისის შემდეგ იყო კიდევ სხვა აქცია, სადაც 17 მაისის აქციის ძალადობა დაგმეს. აი გაცილებით უფრო მოწესრიგებულად და უფრო ორგანიზებულად იყო ყველაფერი. მე მგონი პოლიციამ ამას ადარებენ ხოლმე და ამბობენ რომ 17 მაისაც ესე უნდა ყოფილიყო როგორც სამეურე შემთხვევაში. პოლიციამ მე მგონი კარგად იმუშავა იმ დროს და ეს ჩვენ კარგი პოლიცია ყავს. ეს პოლიცია შეუძლებლად უკეთესია. ანუ 17 მაისს მაინც კარგად იმუშავა, კარგად იყო გეგმილი ეს ოპერაცია წინასწარ. ცხადია იყო იქ გარკვეული
მასის ეგზალტაცია, რაც ძალიან შემაშფოთებელია, ეს აღარ უნდა განმეორდეს. საქართველოში ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გარკვეულ ფარგლებში საკუთარი აზრის გამოხატვა. იმისთვის რომ არ განმეორდეს, ხომ არ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, იმიტომ რომ გვახსოვს 100 ლარიანი ჯარიმით შემოიფარგლა ხშირად გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე იყო რამდენიმე სამღვდელო თუმცა მათ განვითარება არ მიეცათ. მე მგონი რომ პირველ რიგში რაც უნდა მოხდეს, ეს არის ჩვენი საზოგადოების ეს არ არის მყისიერი ამოცანა, ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილს სურდა შეეცვალა ქართველი ხალხი, უცებ გამოეცვალა ისინი და ძალით გადაეკეთებინა. ყველაზე კარგი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის საზოგადოების განვითარება, განათლება. კარგით. და მიხეილ სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტი, ახალი პრეზიდენტი იყოს. ჯერ არის იგი აგრძელებს ძალიან მავნე საქმიანობას, მინდა გითხრათ ნინო, გუშინ მაგალითად ამ მავნე ადამიანმა არა, ბაჩუახალაიას იწყალებს. კარგით, მოდით ეს სხვა თემა, მაინც ახალი პრეზიდენტი შემოკარგო, რაც არის დიდი პრობლემა ამ ქვეყნისთვის. და მე მგონი თქვენს მეთანხმებით თამაში ქურდების ქურდების სასამართლომ დამშრალობა ქურდს არ აქვს უფლება ჩვენება რომ მისცეს ქურდის უფლება თუ ირღვევა ქურდს თუ ღირსად ექცევიან არა აქვს უფლება რომ დაიცვას აქვს იურიდიულად ხო და რას ნიშნავს არა იურიდიულად არა აქვს აქვს მე გეთანხმობ რომ არა იურიდიულად კი არ აქვს ქურდი არის ადამიანი რომელსაც აქვს თავისი უფლებები აქვს. და გასაგებია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებები ეს ცალკე თემაა და ამაზე სხვა დროზე არა ბატონ მარგველაშვილზე ვსაუბრობდით მის წარმატების რეცეპტზე ასე ვთქვათ იმიტომ რომ ბატონ მარგველაშვილის წარმატებაზე ვსაუბრობდით აი ოპონენტები ხშირად ამბობენ რომ მას არ აქვს პოლიტიკური წარსული არ ძალიან კარგი რომ მას არ აქვს ისეთი პოლიტიკური წარსული როგორც ჰქონდათ მის ოპონენტებს და არც სხვანაირი ანუ არ აქვს პოლიტიკური წარსული როგორ არ აქვს იგი წლების განმავლობაში ძალიან აქტიური მოქალაქე იყო იგი წლების განმავლობაში ყველა საჭირბოროტო და პოლიტიკურ წარსულზე ვსაუბრობ. საქართველოში კონდეს პოლიტიკური წარსული, ხალბატონინო. იყო ბურჯანაძის მრჩეველი. საქართველოში კონდეს პოლიტიკური წარსული არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყოველთვის არის გასაგებია ეს შესაძლოა თქვენ პლუსად მიგაჩნიათ, მე უბრალოდ ეს არის ანუ მას უკავშირდება რომ მას არ აქვს. რა მას არ აქვს პოლიტიკური წარსული. ეს ხომ გითხარით რომ არ არის ყოველთვის. ფაქტის კონსტატაციას ვახდენ უბრალოდ ბატონო შავა. თქვენ კონტექსტთან მეკითხებით. ოპონენტები ამბობენ რომ ეს არის მისი მინუსი. მე გიკითხები, მე ვამბობ რომ ეს არ არის მისი მინუსი. არა, კითხვას გესვამთ, მას აქამდე არ მიუღია არც ერთ არჩევნებში მონაწილეობა, მას არ ყავს პოლიტიკური გუნდი, არ აქვს დაფინანსების სხვა წყარო. დიახ, იმიტომ რომ მას არ ქონია პოლიტიკური წარსული გამომდინარე აქედან. ანუ რა შემდგომარეობს? მას არ აქვს დაფინანსების სხვა წყარო, მაგალითად ალასანიას იგივე გარკვეული ბიზნეს წრეები უჭერენ მხარს. რა საუბრობთ? რა ბიზნესები? ვის უჭერენ? გარკვეული ბიზნეს წრეები ალასანია არსებობდა დამოუკიდებლად ბიძინა ივანიშვილის გარშე. ბატონო შალო, ხო და ოპონენტები პირველად მესმის ნინო აბა კურსში გითხრან ვინ უკვე გარკვეული ბიზნეს წრეები ახლა ნება მომეცით დავსვა ნება მომეცით დავსვა ვინ უჭერდა ალასანიას არ მინდა კაი პუს ჟივიოთ დავაი იცხოვრეთ გააგრძელეთ მაგალითად ბატონი გველესიანი იყო ასეთ ბიზნესმენი კარგით ეხლა ბატონ შავა კითხავობთ ეხლა დაგისვათ შეკითხვას თუ შეიძლება ხო და ოპონენტები ამბობენ ბატონ მარგველაშვილზე რომ მისი ერთადერთი წარმატების ერთადერთი რამაც საშუალება მისცა რომ წარმატებას მიაღწია ბატონ შავა ნუ ჩამიშლეთ გადაცემას თუ შეიძლება ეს არის ის რომ ბიძინა ივანი ეს არის ის რომ მის წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა როგორ ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილს რომ წარადგინა სხვა ნებისმიერი მისი გუნდიდან და ბაბუაჩემზე იცით ანეკდოტი ხო შეგეძლიათ კაკა ნუ კარგი ცოტა სერიოზული შეკითხვები დამისვით რა მოგვიყევით ეს ანეკდოტი რაც მოხდა ის მოხდა მაყურებლებმა თქვენ ოპერატორმა გაიცინა ახსოვს ეს ანეკდოტი კარგით პრეზიდენტი არ გადადეს პრეზიდენტის რეზიდენციაში რატომ არ გადადეს იმიტომ რომ ეს არის ძალიან ზედმეტი ფუფუნების მანიშნებელი ეს არის ზედმეტი ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ეხლა არ აქვს ის უფლებამოსილება ჯერ ერთი კონსტიტუციურად მეორეს ერთი იგი არ არის იგივე ფსევდოიმპერიული, კვაზიიმპერიული აზროვნების, როგორიც იყო სააკაშვილი და არ შეესაბამება ესეთი ხო, მაგრამ უკვე არსებობს ეს შენობა. რა თქმა იქ განთავსდება სასწავლო დაწესებულება, განათლებას მოხმარდება. უნივერსიტეტში რაც სიმბოლიზდება, რაც იქნება სიმბოლიზებული, რომ აი ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ქვეყანაში არა რომელიმე ხელისუფალს, არამედ განათლებას უკავია. უნივერსიტეტში შეესაბამება ეს შენობა. რა თქმა უნდა, შეესაბამება. ამ უნივერსიტეტის სხვა შენობა. მე თუ მკითხავთ, უფრო უნივერსიტეტს ვიდრე პრეზიდენტს. შეგნით ნამყოფი ხართ? მე არა.
აბა რა იცით რომ შეესაბა? ანტურას გარედან თქვენ გარედან მეკითხებით თუ არა, ზოგადად გეკითხებით თავის ინფრასტრუქტურით რამდენად შეესაბამება თქვენ ხართ ნამყოფი? კი ვარ ნამყოფი. და არ შეესაბამება? უფრო მეტად შეესაბამება ბათუმის ტექნოლოგიური. ერკვევით კარგად. რა ნორმები უნდა იყოს დაცული პირიქით თუ ხუშინი გემოვნებით ვჭელა ბატონო. ნუ ეხლა ყველას გემოვნებაზე არ დავობენ, მოდით გავიაროთ, ამაზე ნუ ვიდავთ, გავიაროთ. შემდეგ შეკითხვა. კარგით, რაც შეეხება პრემიერის პოსტზე წარდგენილ ღარიბაშვილს. კი ბატონო. ბიძინა ივანიშვილი მიდის არჩევიდან 1 წლის თავზე. მიიჩნევენ მისი ოპონენტები, რომ არც ისე დემოკრატიულია, როდესაც ეს ფართომშელობის გარეშე. მის ოპონენტებზე არ გვინდა. თქვენ ნინო ადამიანი ხარ, წამყვანის სერიოზული გადაცემის. თქვენ პირადად მიიჩნევთ თუ არა? ბატონო შალვა, თქვით თუ არა რომ დემოკრატიულ პროცესებს, ზოგადად დემოკრატია შეესაბამება მსგავსი. თქვენ პირადად მიიჩნევთ ეს? ბატონო შალვა, აქ მე ვსვამ კითხვას, მოდით შევთანხმდეთ. ხო, მე გეკითხები, ხო შეიძლება მე ჩაგეკითხო. რატომ გაურვიხათ ბატონო შალვა? არ გავურვიხარ, თქვენ პირადად მიგაჩნიათ. მე თქვენი პიროვნება მაინტერესებს, თქვენი პოლიტიკური ხედვა, ვის არ მგონია მაყურება საინტერესებდეს ჩემი პიროვნება, მაშინ ყავაზე დამპატიჟეთ და იქ ვისაუბრეთ. არ აინტერესებს თქვენი პიროვნება, ასეთ სერიოზული არ მგონია ჩემს გადაცემაში ჩემი სტუმრების აზრი უფრო აინტერესებს სავარაუდოდ. მე აქ კითხვას ბატონო შალვა, მოდით არ მინდა მე ამ დისკუსიაში შემოსვლა. ბატონო შალვა, თვლით თუ არა რომ დემოკრატიულ პროცესებს შეესაბამება, როდესაც ერთი ადამიანი ნიშნავს პრემიერს? ჯერ ესეთი რატომ ნიშნავს? ქართულმა ოცნებმა მოიგო ეს არჩევნები, ქართული ოცნება არის უმრავლესობაში, ქართული ოცნებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ 62% აქვს და არის უპირობოდ ყველაზე ხარდაჭერილი ძალა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და მას აქვს სრული ლეგიტიმაცია. ცოტათი გაბრაზებული იყო რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 22% ამას აქვს თავისი მიზეზები, ბუნებრივია, აქვს და რა მიზეზები აქვს? ამას აქვს ის რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი იყო უკიდურესად მობილიზებული, მათთვის ეს არის სიკვდილსიცოცხლის საკითხი. გარდა ამისა, ნაციონალურმა ბატონო შალვას ნუ მე მათ გამოსვლებს ხო ვადენებ თვალყურს, ხო ისინი ასე აყენებენ ან ნაციონალურ მოძრაობის ამომრჩევლის გამოსვლებს აკეთებს თვალყურს, ამომრჩეველს 22%-ზე რომელმაც ხმა მისცა. მე ვადენებ თვალყურს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის მაკონსოლიდირებელ ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა გამოსვლებს. ბატონ შალვა, დაახლოებით 100.000 ხმით ნაკლები აიგეთ ახლა, ვიდრე წინა არჩევნებზე. ცხადია, არ იყო ეს სამკვდრო საერთაშორისო საკითხი საქართველოსთვის. ჩვენ ვიცოდით წინასწარ რომ ამ არჩევნებს ვიგებდი და შესაბამისად პირველ რიგში ნაკლები იყო გამოცხადება. საერთოდ საპრეზიდენტო არჩევნებზე ზოგადად უფრო ნაკლები ადამიანი უდის, ვიდრე საპარლამენტო მაჟორიტარული სექტორი, რომლებიც უფრო აკონსოლიდირებს რეგიონებში ხალხს და შესაბამისად ეს არ არის დიდი პრობლემა. ნაციონალურ მოძრაობამას და მათმა მხარდაჭერებაც იცოდნენ რომ იგებდით ამ არჩევნებს, მაშინ მათთვის რატო იყო ასეთი სამკვდრო საწესო მნიშვნელობის? თქვენ იცოდით? კვლევები აჩვენებდა რომ გიორგი მარგულაშვილი უფრო წინ იყო. თქვენ როგორც ხართ? ცხადია ვიცოდით, ეს ხომ ცხადია. არა, იქ იყო საუბარი რომ მეორე ტური გარდაუვალია. მეორე ტური წაგებას ნიშნავდა ბატონო შალვა? არა, მეორე ტური გარდაუვალია, ხო? წაგებას ნიშნავდა? ცხადია, ჩვენ წაგებას არ ნიშნავდა, მაგრამ ჩვენ ზუსტადაც ვიცოდით რომ არც მეორე ტური არ იქნებოდა. ჩვენ ვიცოდით რომ პირველ ტურში დამთავრდებოდა ყველაფერი. გასაგებია მე არც მithქვამს რომ მეორე ტური. კარგით. თქვენ წეგან ახსენეთ წინსვლა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაგრძელდება. რატო არ გინდათ რომ ილაპარაკოთ? რა მიმართულებით გაგრძელდება წინსვლა ბატონო შალვა? ილაპარაკეთ აციბია თუ შეიძლება. რა მიმართულებით გაგრძელდება წინსვლა? გაგრძელდება საზოგადოების დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ. გაგრძელდება სოციალური პრობლემების დემოკრატიული კონსოლიდაცია რომ ახსნათ შეიძლება. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლებაში იყო ადამიანი, რომელიც ყველა სფეროს აკონტროლებდა. იგი აკონტროლებდა იმაზე თუ როგორ უნდა გასულიყო ფილმები, თუ გახსოვთ თქვენ გადაედა ფილმები ინგლისურ ენაზე, რაც იყო. თუმცა ახლა არის ადამიანი, რომელიც ნიშნავს პრეზიდენტს. შეიძლება მაცადოთ. თუ თქვენ მე არ დამასწრით, მე ანგლობაზე გადავალ და ჩაიშლება. თქვენ თავად არ მასლით ხშირად შეკითხვების დასმას გადასული ხართ ანგლობაზე შეიძლება. ხო, დაქნაგამდე დავამთავროთ ანგლობა და მოусმინოთ პასუხებს. ეს იყო ადამიანი, რომელიც მართავდა ძალიან ბევრ სფეროს ხშირად არაპროფესიულად. ეს არ იყო დემოკრატიული საზოგადოება, ეს იყო საზოგადოება, რომელშიც ირანის მსგავსად ებრძოდნენ სატელიტურ ანტენებს. ეს იყო ეს საზოგადოება. ჩვენი გამარჯვებით 1 წლის წინ და ეხლაც ეს საზოგადოება გახდება უფრო გაცილებით დემოკრატიული და ხდება. სასამართლო არის თავისუფალი. სასამართლო არის გაცილებით უფრო თავისუფალი და ამას თვითონ სასამართლოს მესვეურები აღნიშნავენ. არჩევნები ჩატარდა განუზომლად უფრო დემოკრატიულად, ვიდრე წინა არჩევნები, ყველა სააკაშვილის ხელში ჩატარებული ყველა სამარცხვინო არჩევნები. რა ინდიკატორები არსებობს კიდე დემოკრატიზაციის? ეკონომიკა არ არის დემოკრატიზაციის პირდაპირ ინტერესი. დემოკრატიზაციაზე არ გონებ წინსვლაზე, როდესაც საუბრობთ ეკონომიკის მიმართულებით. თქვენ გაქვთ რაღაც გარკვეული ციფრები, თქვენ მუდმივად აპერირებთ.
ციფრებზე აპელირება ცუდია ბატონო შალვა. ციფრებით კი ბატონო ეს ძალიან კარგია. მე მიმაჩნია რომ მაგალითად დაახლოებით მილიარდიან ვალს იგავს მთავრობა იმისთვის რომ შეასრულოს საბიუჯეტო ვალდებულებები, როდესაც მან სოციალური ვალდებულებები. ბიუჯეტშია მითითებული ოფიციალური ინფორმაცია. 9 მილიარდიდან მილიარდ ლარამდეა საუბარი. მე ამას გადავამოწმებ. და გაგცემთ ამაზე წერილობით პასუხს, მაგრამ მთავარი რაც მოხდა ეს არის რომ ბიუჯეტი გახდა სოციალურად ორიენტირებული. მემარჯვენე ადამიანებს ეს არ მოსწონთ. და გეთახმებით თქვენი პოლიტიკური გემოვნება და დიახ, სოციალურად ორიენტირებული გახდა, თუმცა ჩაგეკითხებით თუ შეიძლება ბატონო შალვა, სწორედ პრემიერმა რომელიც არის მილიარდელი გასცა თავის დროზე სოციალური დაპირებები მისმა გუნდმა გაიმარჯვა არჩევნებში. ახლა როდესაც მიდის პრემიერი ბიუჯეტში არის დაახლოებით 800 მილიონის გარღვევა და იგავენ არის ბატონო შალვა ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ოფიციალური ინფორმაცია გარღვევა თქვენ არიცით ეს არ არის გარღვევა ეს არანაირი გარღვევა არ არის ეს არ არის არანაირი გარღვევა ძალიან კარგად ინფორმირებული ვარ და ზუსტად ვიცი თქვენ მელაპარაკებით ნაციონალური მოძრაობის არგუმენტებით ეს არ არის გარღვევა როგორც ხედავ უხართ მდგომარეობაში ხშირად სამწუხაროდ ირელევანტურია ხშირად ანუ ეკონომიკასთან დაკავშირებით ციფრები ირელევანტურია გააჩნია ციფრებს როგორ გააჩნია ციფრებს როგორ დაითვლით ჩემო კარგო გააჩნია როგორ რას შეადარებ ამიტომ ციფრების ჯონგლიორობას თავი დავანებოთ მე ვიცი ერთი რომ ჩვენი ბიუჯეტი არის გაცილებით უფრო სოციალურად ორიენტირებული რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა ნახა კონკრეტული სარგებელი და ამ ადამიანებმა ნახეს რა კონკრეტული ხეირი ჩვენი საქმეებისგან ადგნენ და მოგცეს ხმა კარგეთ, იმისთვის რომ ეს სოციალური ვალდებულებები შესრულდეს, ქვეყანა მილიარდიან ვალს იგავს, მილიარდელი პრემიერის წასვლის შემდეგ თქვენ როგორც ციფრებთან ისეთივე დამოკიდებულება გაქვთ როგორც პრემიერს, არ გიყვართ ციფრები, თუმცა ციფრები თავისთავად ვიყავი ომამდე. თქვენ ვთვლით რომ ეკონომიკასთან დაკავშირებით ირელევანტურია ციფრები, ბატონო შალვა. თქვენს მიერ მოტანილი ციფრები არის ირელევანტური. გამოიწურა უღრმესი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დიდი მადლობა რომ უპასუხეთ ჩვენ შეკითხვას თუნდაც ასეთ ფორმატში ჩვენ გადაცემის მე მგონი საინტერესო გამოვიდა სახალისო არ ვიცი ნახოთ თვლით იზომა კარგით ის გადაამოწმეთ რაზეც დამკვიდრეთ რომ გადაამოწმეთ რაც შეეხება ბიუჯეტს ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში მიშა მშვილდაძესთან ერთად დავბრუნდებით დაგველოდეთ